ოცნების პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით აქციებზე დაკავებული აქტივისტების შეწყალება არ იგეგმება. მისი თქმით, პრევენციისთვის საუკეთესო საშუალება სასჯელის სათანადოდ მოხდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30,000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ჯაფარიძეს ასევე ჩამოერთმევა პირადობის მოწმობა, პასპორტი და პროკურორის ნებართვის გარეშე აეკრძალა საზღვრის კვეთა. სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 129 შეხვედრა გაიმართა, სადაც ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ინციდენტები განიხილეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს. კითხვაზე ესაუბრა თუ არა რუსეთის ან უკრაინის პრეზიდენტებს ან გეგმავს თუ არა შეთანხმების მიღწევას, ტრამპი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ომი შეწყდეს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შტატებთან უსაფრთხოების გარანტიები იურიდიულად სავალდებულო იქნება. მისი თქმით, ესაა უკრაინის შეიარაღებული ძალების 800,000 კაციანი არმიის დაფინანსება. მეორე კომპონენტი ევროკავშირში წევრობას გულისხმობს. მესამე კი მსურველთა კოალიციაა.